Можно, пожалуйста, и расскажи мне свои первые впечатления, твои первые дни в Go Group, как это для тебя было? Что ты чувствовала, когда пошла на первый урок? Am პროექტის ფარგლებში მე საზღვარგარეთ ჩემი ჯგუფთან ერთად ეს იყო პირველი გასვლა და რა თქმა უნდა ძალიან მიხაროდა და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის იყო რომ ამ ჯგუფში იყო იყვნენ არა მარტო ქართველები რაც უკვე მე შეჩვეული ვარ ამ ხალხს მაგრამ ამ ჯგუფში იყვნენ სომხები აი სომხებთან ჩემი პირველი ურთიერთობა იყო გოგრუპში ან მანამდე ასეთი ხშირი ურთიერთობა არ მქონია პირველად აი ბავშვები გავიცანი ზუსტად აქ და ნუ რა თქმა უნდა აფხაზიდან და ოსეთიდან ანუ აი ეს იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო მომენტი რომ აი განსხვავებული აზრის და განსხვავებული რეგიონის ხალხთან მქონდა ურთიერთობა და მით უმეტეს ეს ადამიანები არიან ჩემი პროფესიის, ანუ ჩემი კოლეგები იყვნენ და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის მათი აზრი და აი ყოველთვის გოგრუპს როცა ვახსენებ, აი პირველი ჩემი შტაბ-ეჭდილება, აი ზუსტად იმასთან კავშირდება, რომ გავიცანი სხვადასხვა ანუ რეგიონის ჟურნალისტებს და შევცვალე მაგათთან აზრი. Что тебе не нравится в Go Group? რა თქმა უნდა, ახლა Go Group-ი რამდენი წელი არსებობს და ეს ჩვენი პირველი სტუდენტები არ ვართ და ჩვენამდე სამ პროექტს ანუ ხალხა სტუდენტები რასაც შევცვლით რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ უფრო ხშირი შეხვედრებს ჩავთავდი, იმიტომ რომ ყველა მუშაობდა რაღაცა, მაგრამ რაღაცა ვიკარგებიცავით რა. გვაგვიწყდება ეს ყველაფერი, მე რაღაცა უცებ ის ბოლო მომენტი რომ მოდის, ვიწყებ მუშაობას და რაღაცა. შესაძლებელია თუ არა, უკვე ზუსტად არ ვიცი, იმიტომ რომ ესეც რაღაცა გარკვეულ დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა. ერთადერთი მომენტი, რაც შევცვლით, ის არის უფრო ხშირი, ან თუნდაც ონლაინ შეხვედრებს დავალაგებთ.